გაცნობები წარსულში, აწმყოსა და მომავალში. პოპულარული კერძების საინტერესო ისტორიები, საჭირო ინგრედიენტების შერჩევის ხელოვნება და ხარისხიანი პროდუქტების ამოცნობის წესები. მარტივი რეცეპტები და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ინფორმაცია ორგანიზმზე საკვების ზემოქმედების შესახებ. რადიო იმედის ეთერშია მარიამ დინარაძის გემრიელი რეკომენდაციები. მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, როგორც ყოველ 4 შაბათს 2:15 წუთზე დგება ხოლმე. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს გადაცემა შეგიძლიათ პარალელურად უყუროთ კიდეც რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideoG, Imedi.gi და Magtis IPTV 53 არხზე. რაც შეეხება დღევანდელ თემას, დღეს ვისაუბრებთ ცხიმებზე, ცხიმები ჩვენს რაციონში, ასე დავასათაურე დღევანდელი გადაცემა და ჩემი გადაცემის სტუმარი დღეს იქნება ექიმი პროფესორი მაკა ბულეიშვილი. მადლობა მოგწონებისთვის, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს და მსმენელს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. კი ბატონო, ცხიმები, ჩვენ ცალკეულად ცხიმებს არ ვიღებთ, იმიტომ რომ არც გემრიელია და არც მიღებული ასე მიღება, მაგრამ წარმოუდგენელია გემრიელი კერძის მომზადება ან საკონდიტრო ნაწარმის კონკრეტული ცხიმის გარეშე. თუმცა ამ ცხიმებს შორის არის საკმაოდ დიდი არჩევანი, როგორც მაღაზიის დახლებზე, ასევე ჩვენს სახლშიც მოიპოვება არაერთი სახეობის ცხიმი და აი რა სხვაობებია სახეობებს შორის და ხარისხობრივადაც ხარისხზე ოდნავ მოგვიანებით გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ პირველ რიგში მე მაინტერესებს ბუნებაში რამდენი სახეობის ცხიმი არსებობს და რა სხვაობებია მათ შორის. ესე იგი, ცხიმები პირველ რიგში თქვენ კარგად აღნიშნეთ, მოდით ასე ვთქვათ, აუცილებელი არის, რომ ჩვენი ორგანიზმის განვითარებისათვის ეს არის შეიძლება ასე თქვას, ცხიმი არის ენერგიის დეპო, რომელიც მაქსიმალურად ასულდგმულებს უჯრედის დონეზე რო ვთქვათ, გვაძლევს ენერგიას, შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ ცხიმების რაოდენობა, ცხიმების კლასიფიკაცია თქვენ ბრძანეთ, რომ ხშირად არის ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის და მრავალფეროვანია და ხშირად ოდესაც შევდივართ ჩვენ მარკეტში აუცილებლად ნახულობთ ხოლმე, რომ უნდა მაინც და მაინც ისეთი ავარჩიოთ, ვკითხულობთ უკვე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს ახლა მოსახლეობა უკვე არ ყვევს, იცით და ეს ჩვენი გადაცემაც თუ ამას წაადგება, ეს ძალიან კარგი იქნება და ხშირ შემთხვევაში იწუნებს სხვადასხვა ცხიმებს. ცხიმების კლასიფიკაცია არის ნაჯერი ცხიმები, უჯერი ცხიმები და მოგეხსენებათ არის ამავე დროს ტრანსცხიმები. აი ყველაზე მეტად ნაჯერი და უჯერი ცხიმები, ნაჯერი ცხიმები არის მაინც ცხოველური, ასე ვთქვათ, კი ბატონო, ცხოველური წარმოშობის, ეს არის კარაქი, ეს შეიძლება იყოს ღორის ქონი, ეს შეიძლება იყოს კარაქის მსგავსი, პროდუქტი, სპრედში კიდევ უფრო მეტი შემადგენლობა მაინც არის ტრანსცხიმების, ასე რომ უფრო მეტად ხშირად ალბათ პროცენტულობასაც ვნახულობთ ხოლმე, თუ რამდენი პროცენტია ნაღების კარაქი, მაგალითად სიტყვაზე რომ ვთქვათ, რამდენია ნაღების კარაქის და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხარისხს და დიდი მნიშვნელობა აქვს პროცენტულ მაჩვენებელს, როგორც უკვე ვთქვით და ასევე იმას თუ რა ტექნოლოგიით როგორ მზადდება, თავისთავად ვიცით რომ კარაქი თავისთავად ვიცით რომ იგი მზადდება რძისგან, ხო? შესაძლებელია ასევე იყოს ხშირ შემთხვევაში არის, როდესაც აი ამ პროდუქტზე რადგან ვთქვით კონკრეტულად შეიძლება იყოს დამზადებული რძის ფხვნილისგანაც, ხო? ამიტომ აი ეს უკვე აქ ცოტა უკვე მოსახლეობაც და ჩვენც უკვე ცოტა ყურადღებით ვართ ხოლმე, მაინც გვინდა რომ თუ კი ვღებულობთ ავიღოთ. აუცილებლად ნაუღნიშნო, მე სატელევიზიო გადაცემაც მაქვს აიმედო რეკომენდაცია, რომლის ფარგლებშიც რახან კარაქზე საუბრობთ, აუცილებლად მინდა ჩვენს მოსახლეობას ამის შესახებ უთხრა, რომ ლაბორატორიულად შევამოწმე 3 სხვადასხვა კარაქი, სამწუხაროდ ბრენდს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს იყო ყველაზე ცნობადი, ყველაზე პოპულარული, ყველა მაღაზიაში რომ იყიდება ის სხვადასხვა 3 ბრენდის და წარმოების კარაქი და 3-ვე იყო ნაღების ნატურალური, კარგი და ხარისხიანი. ხო ეს მინდოდა რომ მეცნო, რა თქმა უნდა ყველას შემოწმების შესაძლებლობა არ გქონდა, მაგრამ ის 3 ავარჩიე, რომელიც ყველაზე უფრო მოთხოვნადია და ამიტომ ამ თვალსაზრისით სიმშვიდის საფუძველი შეიძლება რომ გქონდეს. თუმცა აი კარაქის შემთხვევაში სანამ ზეთებზე გადავალთ, ალბათ არის რაღაცა დასაშვები დღიური ნორმა, გამომდინარე მისი კალორიულობიდან და რა თქმა უნდა დასაშვები დღიური ნორმა ზოგადად ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. ეს არის ყველაფერი ის პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა
მივიღოთ ყოველდღიურად ჩვენმა ორგანიზმმა. არის ხშირად აი თქვენ რაც ბრძანეთ, რომ შეამოწმეთ, ახლა ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ყველა ეს პროდუქტი ხო სურსათის უნებლობის სერტიფიკატს ღებულობს შესაბამის თუ რა პროცენტული რაოდენობით, რა შემადგენლობით არის. ამასაც ძალიან დიდი არსებითი მნიშვნელობა აქვს და მე გამიხარდა ახლა თქვენ ეს ექსპერიმენტი რომ ჩაგიტარებიათ და რომ ასეთი კარგი რეზულტატი არის, იმიტომ რომ ეს ხშირი შეკითხვაა ძალიან მოსახლეობა ეკითხება თვითონ კონსულტანტსაც ძალიან ხშირად რომ აი რომელს მირჩევთ. რა შეეხება ანუ ჩვენ შემთხვევაში ადამიანები ხშირად განსაკუთრებით ჩვენ ძალიან ესეთი დახუნძული გვაქვს კვების რაციონი შეიძლება ითქვას აი ზუსტად ამ ნაჯერი ცხიმებით ნუ მოგიხსენება თუ შეიძლება ერთ ულუფა ხაჭაპურში შეიძლება იყოს იმდენად ბევრი ცხიმი რომელმაც გადავწყვეტ არამედ იგი შეიძლება უკვე გადავიდეს მეორე დღის ნორმაც კი უკვე მივიღოთ. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ინდივიდუალურად უნდა ავარჩიოთ, ამაზე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე აქცენტს, რომ პაციენტს რა პრობლემები აქვს, თუ არის პაციენტი მაგალითად. მაგრამ თუ არ არის ავადმყოფი და არ აქვს ადამიანს რაღაც კონკრეტული დაავადება, ხო არ არის ახლა აუცილებელი ყველა ჩვენი პაციენტები იყოს, ჩვენ გვინდა ბევრი ჯანმრთელი ადამიანი იყოს, იმიტომ საუბრობთ. მაგრამ როდესაც ხედავთ ახლა ბოლო პერიოდში მე ვერ გეტყვით იმას, რომ ძალიან მომატებულია ესეთი პათოლოგიები, როგორც არის ჰიპერქოლესტერინემია, როგორც არის ლიპიდური ცვლის დარღვევები, რაც ასოცირდება რასთან? აი ზუსტად ამ გადაჭარბებული რაოდენობით ძირითადი აქცენტი მაინც გადადის ხოლმე უფრო მეტად ნაჯერ ცხიმების გაჯერებულ პროდუქტებზე. ქონიან საჭმელებზე. იგივე, ნუ ეს მაინც ასე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ამ ნაჯერ ცხიმებს ისევ ხორციცხომ შეიცავს, არა, იგივე. როგორც ცილა შეიცავს, იგი ასევე შეიცავს და ღორის ხორცის და ეს ცხვარი და ასე შემდგომ კიდევ უფრო მეტია პროცენტული მაჩვენებლები ცხიმების. ამიტომ ზოგადად, როდესაც ჯანსაღ ცხოვრების წესზე საუბრობთ, კარგია თუ კი კალორაჟი და ყველაფერი შედგება ინდივიდუალურად უნდა გადავწყვიტოთ ეს პიროვნების ანუ ზოგადად ჯერ რა თქმა უნდა ვიზუალურად რა თქმა უნდა შემდგომ უნდა ეს ადამიანი კარგად გამოვკითხოთ ამ ადამიანს რა პრობლემები აქვს და ჩვენ ვიცით ახლა საქართველოში ძალიან ტრენდულია და ყოველ ორ შაბათს ყველა იწყებს დიეტას ხო ესეც ვიცით ხო ამიტომ ყოველ ორ შაბათს ხშირ შემთხვევაში ამ ორ შაბათის გადადება ხდება არა უშავს ახლა დღეს ამ შაბათ კვირას მომიწია და კიდევ ცოტა შეიძლება მივირთვა მაქსიმალურად როდესაც ვხედავთ რომ ჩვენ უკვე კალორაჟი დარღვეული გვაქვს ცხიმები აკეთებს რა ცხიმის გადაჭარბებული ნაჯერი ცხიმის ფონზე არა მარტო ნაჯერის უჯერის და ასევე თავისთავად ტრანსცხიმების შემთხვევაში ტრანსცხიმებთან კიდევ უფრო მეტი პრობლემები მაგაზეც ვისაუბრებთ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ დღიური რაციონი არა მარტო ცხიმის არამედ ნახშირწყლის და ცილისაც აუცილებელია და წყალი რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ცხიმებს ამავე დროს ნუ ვილაპარაკებთ სულ იმაზე რომ ცხიმს მაინც და მაინც რაღაცა ცუდი ჩვენი ორგანიზმისთვის თქვენ ხო თქვით არანაირად აუცილებელი და საჭიროა ცხიმს აქვს ამავე დროს ასეთი კარგი ფუნქცია იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია შესაძლებელია აი მაგალითად ცხოველებში აკლემი რო ინახავს რატომ აქვს აკლემს კუზი ხშირ შემთხვევაში და აი ბავშვმაც შეიძლება გიპასუხოთ ეს რომ აი იქ აქვს ცხიმი იმიტომ რომ შემდგომში ცხიმი დაშლის შედეგად იგი წყალს გამოყოფს გამიგეთ და აი ამას ძალიან დიდი არსებითი მნიშვნელობა აქვს როდესაც არის გადაჭარბებული წონა როდესაც არის მომატებული ლიპიდური პროფილი დარღვეული რომელიც თქვენ ბრძანეთ ლიპიდურ პროფილზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ აქცენტი ღვიძლის მიერ ხდება შესაბამისად სინთეზირება განსაკუთრებით კიდევ ვიტყვი ტრანსცხიმების და დროული და ნორმალური ანუ სწორი რაციონის შემთხვევაში თავისთავად ცხადია რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არანაირი პრობლემა არ გვაქვს არც არანაირი დიეტა შეიძლება არ დაგჭირდეს თუ კი ხედავთ რომ სწორად ვიკვებებით კვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ბევრი სხვა ზომიერებას ალბათ ზომიერებას ყველაზე უფრო დიდი იმიტომ რომ ყველაფერი რაც არის განსაკუთრებით ბუნებაში ყველაფერი საჭიროა მაგრამ ისიც ზომიერების ფარგლებში თქმა უნდა ბუნება იძლევა იმიტომ ამას რომ ეს აუცილებელია იმიტომ რომ ახლა ესეთი გამოფიტული ადამიანი როდესაც საერთოდ ამოღებული აქვს კვების რაციონიდან ცხიმის არსებობა საერთოდ არის ესეთი აი უმკაცრესი კვების რეჟიმს
იწესებს ზოგიერთი თვითონ დამოუკიდებლად, აი ასეთ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ პრობლემებთან გვიწევს გამკლავება, იმიტომ რომ ხდება ნუტრიენტების, მაკროელემენტების დეფიციტი. ცხიმს რა თქმა უნდა და ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის თავისთავად სერიოზულად მოქმედებს ცხიმების დეფიციტი ცენტრალური ნერვული სისტემის. ანუ ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო როგორც ნაჯერი ცხიმები, ასევე უჯერი ცხიმები. ყველა სახის ცხიმი საჭიროა უბრალოდ უნდა იყოს ზომიერება და თავარი არის ის, რომ ყველა ჯერზე ანუ დილას საუზმე შემდგომ 4-ჯერადი კვება შეიძლება შევადგინოთ და შეგვიძლია შევადგინოთ 3-ჯერადი კვებაც, გააჩნია ინდივიდი ადამიანი ყველას წყლის მიღება თავისთავად, მაგრამ 3-ვე კვებაზე და 4-ვე კვებაზე თუ ჩვენ მივირთმევთ მაგალითად ელარჩს, ან მივირთმევთ ღომს და ესეთი აი გაჯერებული თან სულგუნით, რომელსაც ძალიან დილას კიდევ კარაქიანი პური როგორც ვთქვით, ასეთ შემთხვევაში გადავაჭარბება იქნება და რა თქმა უნდა ეს უკვე თავისწილად პრობლემებს ქმნის, რასაც ქვია ლიპიდური პროფილის დარღვევა. ლიპიდური პროფილის დარღვევა, ჰიპერქოლესტერინემია, დისლიპიდემია, ეს უკვე დაავადებების სხვადასხვა დაავადებების შემოყალიბების, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი რისკ ფაქტორია. და ეს უნდა იყოს ყველაფერი ბალანსირებული. კი ბატონო, ჩვენ ვისაუბრეთ ნაჯერ ცხიმებზე, ანუ ცხოველური წარმოშობის ცხიმებზე, რომელიც ყველაზე უფრო არასასურველია დიდი რაოდენობით აი სწორედ ამ ლიპიდური დარღვევებისთვის, მაგრამ საჭირო ზომიერების ფარგლებში, მაგრამ არ შეიცავს მაგალითად აი ამ ამნე ქოლესტერინს მცენარეული წარმოშობის ცხიმი, ანუ უჯერი ცხიმებიც იყოფა სხვადასხვა. კი, უჯერი ცხიმებიც იყოფა, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი დასახელება. კი ბატონო, ძალიან ბევრი დასახელება, ჩვენ უბრალოდ ამისი დრო არ გვეყოფა, ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ რეკომენდაცია გავუწიეთ ნაჯერ ცხიმებს, ანუ თქვით რა არის და როგორ არის, აუცილებელია ნაჯერი ცხიმები, კიდევ უნდა გამეორდე, არ ფიქროს ეხლა მსმენელმა, რომ აი საერთოდ არ უნდა მიიღოს ცხიმი, იგი არის აუცილებელი იმისთვის, რომ მისი კომპონენტებიდან გაუმდინარე, აი იგივე რძის პროდუქტები, მაგალითად კარაქი და ასე შემდეგ და ზოგადად რაც ცხოველური წარმოშობის რაც არის. ჩვენ ნაჯერ ცხიმს ისეც ვიღებთ ყველის სახით, ცოტა ხაჭოშიც არის და სხვადასხვა ხორცშიც არის და ამიტომ კარაქის სახით ალბათ კერძების მომზადება ცოტა შეგვიძლია რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ზომიერება დაცული უნდა იყოს და საკონდიტრო ნაწარმიც გამონაკლისს შემთხვევებში, იმიტომ რომ ტორტი ნამცხვარი დიდი რაოდენობით კარაქით მზადდება. მაგრამ ჯობია რომ ეს საკონდიტრო ნაწარმი დამზადდეს ზუსტად კარაქით და ნაჯერი ცხიმით, ვიდრე იგი დამზადდეს აი მაგალითად ტრანსცხიმებით. აი ამ შემთხვევაში სერიოზული ტოქსიურია უკვე ორგანიზმისთვის გამიგეთ და ეს ტრანსცხიმებზე მე კიდევ რომ გადავალ მაინც ასე თუ ისე რა ტრანსცხიმები მაინც გავიმარტავ მე მსმენელისთვის ეს არის ჰიდროგენიზებული ცხიმები, ანუ ესე რომ წარმოიდგინეთ, შექმნილი ხელოვნური ცხიმია, მცენარეული ცხიმი, რომელიც არის თხევადი, იმისთვის რომ გამყარდეს და გახდეს მარგარინის კონსისტენციის, ამისთვის რაღაც წყალბადის დახმარებით, მოკლედ ქიმიური პროცესია საკმაოდ ხანგრძლივი, ჰიდროგენიზაცია ქვია ამას და აი ამ ჰიდროგენიზაციის პროცესში წარმოიქმნება ტრანსცხიმები, რომელიც რა მოკლედ რომ თქვათ, რა ზეგმოქმედებას ახლა რატომ არის, რატომ უნდა მოვერიდოთ, რატომ არის საშიში. გადავიდეთ უკვე ტრანსცხიმებზე. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ მაგას არ ვისაუბროთ. მოდით რამოდენიმე სიტყვით თქვათ, მაშინ ნაჯერზე ვთქვით უჯერზეც. აი თქვენ დაასახელეთ აი სხვადასხვა სახის, მაგალითად, მქონდა საუბარი, ხო, და შემოვიდოდით აი სხვადასხვა სახის სცენარეული წარმოშობის ცხიმებზე მინდა ვისაუბრო. ძირითადად ზესუმზირის ზეთზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ მას მოიხმარს მისი ფასიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია ნამდვილად. და აი სხვაობები რომ თქვათ მაგალითად რა სხვაობა ზესუმზირის და ზეითუნის ზეთს შორის. კი ბატონო, ზეითუნის ზეთი მისი თვისებებით კიდევ უფრო მაღალია ვიდრე ზესუმზირის ზეთი. ზეითუნის ზეთს მოგეხსენებათ სამკურნალო სერიოზული თვისებები გააჩნია მისი შემადგენლობიდან. ნახეთ, იგი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს. იგი შეიცავს ამავე დროს ისეთ ვიტამინებს, B1, B6, D ვიტამინი, აი შეიძლება ითქვას, რომ ისეთი კომპონენტია, რომელი კომპონენტიც და ხშირად
ჩვენ ვიცით გვეხმარება ჩვენი ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ხა ჩვენ რომ მარტო მცხიმები მივირთვათ და არ გქონდეს სხვა ასე ვთქვათ ნუტრიენტების დეფიციტის შემთხვევაშიც თავისთავად ცხადია რომ უკვე მეორე პრობლემა წამოვა, ხო? ამიტომ აი ძალიან კარგია ზეითუნის ზეთი, ჩვენ კოსმეტოლოგიაშიც ვიცით რომ ძალიან მაღალი ხარისხით გამოიყენება და ასევე ძალიან სასიამოვნო და კარგია იგი სხვადასხვა კანის სიმშრალეების შემთხვევაში, მაგალითად კუჭნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის აღდგენისათვის არის არაჩვეულებრივი მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. თუმცა ეხლა ნუ გადაუსვამთ ხას მზესუმზირის ზეთსაც, ისიც ძალიან არსებითად ძალიან ვიტამინით და ჩვენი კანისთვის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ძალიან და სიმინდის ზეთსაც უნდა ვთქვათ აუცილებლად, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობით არის A ვიტამინი და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, როდესაც რეკომენდაციას უწევთ მაინც იცით მისი ასე რომ ვთქვათ უფრო მეტი ცხიმიანობიდან გამომდინარე უწევთ ხშირად რეკომენდაციას რომ ჯობია სიმინდის ზეთი ვიდრე მაგალითად მზესუმზირის ზეთი. თუმცა წვის პროცესში ორივე პოლიუჯერცხებავჟავებს წარმოადგენს და წვის პროცესში ზუსტად ერთნაირად ერთი და იგივე ტემპერატურაზე წარმოიქმნება მაგნეტოქსიკური ნივთიერებები. რაფინირებული შემთხვევაში ეს არის 215 გრადუსი, აქვე ვეტყვით ჩვენს მსმენელს. ანუ 215 გრადუსზე ჩვენ როდესაც სადილს ვამზადებთ, ან კარტოფილს წვავთ, ან პირობითად ნებისმიერ ამას 215 გრადუსზე არ არის ტემპერატურა, ამიტომ იმდენად საშიში არ არის. ამიტომ არის აუცილებელი რომ შესაძლოა ყოველთვის რაფინირებული ზეთი გამოვიყენოთ ხოლმე, იმიტომ რომ არარაფინირებული შემთხვევაში 105 გრადუს ტემპერატურაზე წარმოიქმნება ეს მაგნეტოქსიკური ნივთიერებები, კონკრეტულად ბენზპირენი ასე ქვია, მას რომელიც კანცეროგენულია და ამიტომ არის რომ აი კახურზეც რომ ვეძახით ჩვენ ზესუმზირის ძალიან გემრიელია, მაგრამ ის აუცილებლად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სალათებზე მოსასხმელად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შესაძლოა სწორედ ამიტომ შეიძლება გამოყენება და თქვენ სწორად ბრძანეთ ნამდვილად რომ ერთი ფაქტიც შეწვის პროცესთან დაკავშირებით ეს ახლა ყველა მიცის, მაგრამ მაინც აი როდესაც ტრაფიკების ობიექტებზე ხშირად ხდება ერთ და იგივე ზეთის გამოყენება, აი წარმოიდგინეთ ახლა რომ ამ ხელა ტემპერატურაზე ეს ზეთი ასე ვთქვათ წამოდუღდება ადუღებულ ზეთში ხდება შემდგომ ხშირად ესეთი პროდუქტების ჩაყარა და შეწვა და აი ეს რომ არ შეიცვლება და აი რამოდენიმე ჯერ შეიძლება განმეორდეს გამოყენებული იყოს ესეთი ზეთი რამოდენიმეჯერ ადუღებული ასე ვთქვათ გადადუღებული ასე რომ ვთქვათ ამ მაღალ ტემპერატურაზე და ეს ნამდვილად კანცეროგენულია და ამავე დროს ისიც უნდა აუცილებლად გაგვახსენდეს და ვიცოდეთ რომ თუნდაც იგივე კარტოფილის ან რაღაც სახის პირობებში რაღაცის მომზადების შემთხვევაშიც აფა რომელზეც ერთხელ შევწვით და რაც გამოიყო თქვენ არაჩვეულებრივად ბრძანეთ უკვე ეს ამ ტემპერატურაზე და გამოვიდა და იშალა ეს ყველაფერი ჩვენ არავითარ შემთხვევაში იმ გაურეცხავით აფით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისევ იქ არსებულ ცხიმში კიდევ ხელმოთ მეორე პროდუქტის მომზადება. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენ ხანს არის გაცხელებული, რამხელა ტემპერატურაზე ცხელდება და რამდენ ხანს არის, თუ დიდი ხანი, ან თუ ჩვენ ერთხელ შევწვით, კიდე მეორეჯერ შევწვით და მესამეჯერ შევწვით, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. არის ხოლმე რომ ეკონომიური თვალსაზრისით ამას ხომ არ გადავასხამ და ეს ეკონომიური თვალსაზრისით ძალიან კარგი რეკომენდაცია მაქვს. მე ერთ-ერთ გამოკითხვა იყო ერთ-ერთ ჯგუფში კულინარულში, რამდენი აი ზეთი რომ გაძვირდა იმ პერიოდში, რამდენი ზეთი ყოფნითო და იქ კომენტარებს რო გავეცადი აღშფოთდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა რომ 5 ლიტრი ზეთი ჭირდებათ თვის განმავლობაში. მე ჩვენი ოჯახი 5 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 3 ბავშვია. 1 ლიტრიანი ბოთლი დაახლოებით 3 თვეს 2 თვე ნახევარს მყოფნის. იმიტომ რომ თუ ეკონომიაზე საუბარ და აქვე ჯანმრთელობაზე, უმჯობესია რომ ან მოვხარშოთ, ან ორთქლზე მომზადოთ, ღუმელში გამოვაცხოთ. არაჩვეულებრივია. ამ თვალსაზრისით გადასარევი ვარიანტია. სულ მცირე, აი ძალიან მცირე რაოდენობით შეიძლება დასჭირდეს და ძალიან კარგია აეროგრილში ზეითუნის ზეთთან ერთად. თან ჩვენ როდესაც სადილს ვამზადებთ ზეთზე, აი ესეთ პირდაპირ ბოთლიდან როცა ვასხამთ ხოლმე ტაფაზე ან ქვაბში, ძნელი რთულია გავიგოთ რა რაოდენობას ვიღებთ და როდესაც უკვე მომზადებულ კერძზე ვასხამთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ მოკლედ 1 სუფრის კოვზია ის 2 სუფრის კოვზია და რამდენია ზეთის დღიური და აი რამდენი არ ჩაგვეთვლება რომ ძალიან დიდი რაოდენობით მივირთვით. 1-2 სუფრის კოვზი დღის განმავლობაში 2 სუფრის კოვზი შეიძლება და 3-იც. 3 სუფრის კოვზი და პრობლემა არ არის, მაგრამ საკვები რომელსაც გადმოიღებდა ლივლივებს ზეთში,
ხშირად არის ასეთი თქვენ ძალიან 5 ლიტრზეც ხარჯავენ მაგალითად ანუ ერთ თვეში ხომ ეს ძალიან ბევრია აი ეს ლივლივი არავითარ შემთხვევაში შეიძლება ანუ ზევით ფენას იკეთებს ხოლმე შემდგომ ეს ზეთი 2 სუფრის კოზი შეიძლება 3 სუფრის კოზი შეიძლება და სამკურნალოდ არაჩვეულებრივია რეკომენდაციას უწევთ ხოლმე ზეითუნის ზეთს გითხარით ამავე დროს გადავიდეთ სხვა ზეთებზეც ხო ეს ძალიან საინტერესოა ეს არის მარკეტინგული გათვლა რაღაცა უცნაური ძვირადღირებული ზეთების თუ ეს ჯანმრთელობისთვის საჭირო ზეთებია და განსხვავდება მაგალითად იმ ტრადიციული ზეთისგან რომელსაც ჩვენ ვიცნობთ თუნდაც ზესუმზირის ან სიმინდის უფრო ახლოს არის ხო უფრო ხელმისაწვდომად არსებობს კიდევ უამრავი ჩამონათვალი ყურძნის წიფწის ზეთი ავოკადოს ზეთი არ ვიცი ნიგვზის ზეთი ნივრის ზეთი, სელის ზეთი და ეს საჭირო ზეთებია. თუ ჩვენ ამ პროდუქტებს ისედაც თუ ვიღებთ, არ არის მათი მოკლედ ღირს თუ არა თანხის გადახდა ეს საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. დიახ, რაც შეეხება მოდი ვთქვათ, სამკურნალოდ და ზოგადად კარგი პერისტალტიკისათვის კიდე გამეორდები აი კოჭის წყლებზე, სხვადასხვა ნაწილობრივ პრობლემებზე, ხშირად არის ხომ მეტეორიზმის შეკრულება ასეთ შემთხვევაში. ქრონიკული ყაბზობის შემთხვევაში 2 სუფრის კოზით შესაძლებელია რომ მიიღოს ნამდვილად ძალიან კარგია ზეითუნის ზეთი. მაგრამ ზეითუნის ზეთზე უკვე ბევრი თქვით და ვიცით რომ მართლაც არაჩვეულებრივია, ასევე ძალიან კარგია ხოლმე ზეითუნის ზეთის გამოყენება მაგალითად სინუსიტების შემთხვევაში ხშირად ზღვში ჩასაწვეთებლად ძალიან კარგია. ძალიან კარგია, იმიტომ რომ გამომშრალი როდესაც არის და ატროფიული როდესაც არის ალბობს. ნუ ხეს ანიშნავს ერთი ჩაის კოზი უნდა ჩაიწვეთოს, ხო? ამავე დროს მაგალითად როდესაც არის აი პედაგოგებს ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე ხმის იოგებზე მუდმივ ლაპარაკი რო უწევთ, ასევე ხდება ხოლმე ტრაქეიტი ხშირია. ამიტომ აქაც ძალიან ხმის იოგებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზეითუნის ზეთის გამოყენება. რა თქმა უნდა, შეიძლება 1 სუფრის კოზი, 2 სუფრის კოზი ნამდვილად არ პრობლემას არ წარმოადგენს. და არაჩვეულებრივია ასევე კუჭნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიებზე და აი ამ ტრაქეიტებზე და ატროფიულ მდგომარეობებზე, როდესაც არის ხშირ შემთხვევაში ხორხის სხვადასხვა პათოლოგიებზე, არაჩვეულებრივი არის ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა ეს პროდუქტის თქვენ ბრძანეთ აი ყურძნის წიფწის ზეთი, რომელიც ძალიან კარგი შედეგებით არის ყოველთვის მისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ანტიოქსიდანტური თვისებები რას ნიშნავს? იგი შეიცავს გამდიდრებულია აი უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინებით. ამასაც თავის რა თქმა უნდა და ძალიან კარგი ასევე ამ პათოლოგიებზეც რომელზეც დავასახელი შეიძლება ითქვას ნომერი პირველია ქაცვის ზეთი. ალბათ გსმენიათ ქაცვის ზეთი ეს არის ნამდვილად ქაცვის ზეთი ეს არის ასეთი მოყვითალო ფერის ძალიან სასიამოვნო გემოვნების არის გადასარევია კუჭის წყლისთვის, გადასარევია პირიზულ სხვადასხვა პათოლოგიებისთვის, ძალიან კარგია ამავე დროს ხორხის და სხვადასხვა დაავადებებისთვის, როგორც ყურძნის წიფწის, ასევე ქაცვის ზეთიც. არის ავოკადოს ზეთიც, არის ქოქოსის ზეთიც. ეს ავოკადოთ რომ მივიღო და არა ზეთად, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად არ უყვართ, არ შეუძლიათ ავოკადო არ მოსწონთ მისი გემოვნებით. არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად პრობლემა აქვთ თვითონ ყურძნის მირთმევის, ხო? ყურძნის წიფწა ეს არის ისეთი შემადგენლობით გამოირჩევა კიდევ ერთხელ ვიტყვი ენერგიის წყაროა, ანტიკანცეროგენური თვისებებით გამოირჩევა, ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტი ნიშნავს ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემის სადარაჯოზეა, შეიძლება ასე ითქვას. და რა თქმა უნდა, არავინ არ უშლის იმ რაციონს, რომელსაც შეუძლია ავოკადოც იყოს და ავოკადოს ზევიდან კიდევ შესაძლებელია მაგალითად მოვასხათ იგივე ზეითუნის ზეთი მცირე რაოდენობით და აქ უკვე ჩვენ გვექნება 2 ესეთი პროდუქტი ერთობლიობაში. რა თქმა უნდა, შეიძლება პროდუქტის სახით მივიღოთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი ზეთებია უკვე და ძალიან ხშირ შემთხვევაში მოიხმარს მოსახლეობა. გოგრის ზეთიც არის მოგეხსენებათ, ასევე ნივრის ზეთი ძალიან მნიშვნელოვანი. ხარ არის ნივრის ზეთი.
ნივერზეთი ნიორი ეხა ვიცი ჩვენ რომ არის ანტიოქსიდანტი ესეც ხო? ნიორცხიმი აქვს, ხო? რა თქმა უნდა აქვს, აბა რომ არ კონდეს საიდან იქნება. არის ძალიან დიდი ანტიოქსიდანტური თვისებები გამოირჩევა ძალიან კარგი არტერიული ჰიპერტენზიის მართვაში მაგალითად და მაღალწნევებში რატომ ეხლა? იმიტომ რომ თქვენ ლიპიდური პროფილი ხომ ახსენეთ? ლიპიდური პროფილი ეს არის კარგი და ცუდი ქოლესტერინი, ხო? ეს არის ამავე დროს საერთო ქოლესტერინი, ეს არის ტრიგლიცერიდები. აი ტრიგლიცერიდებზე ყველაზე მეტად ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, როდესაც ისინი მომატებულია, მათი მატება ძირითადად ხდება ხოლმე დიდი რაოდენობით ნაჯერი ცხიმების მიღების შემთხვევაში და რა შვება ეხა ეს ლიპიდური პროფილის მატება სისხლძარღვის კედელზე ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქის განვითარება. და არ არის მარტო ეს ერთი სისხლძარღვის კედელზე შეიძლება მთელს ორგანიზმში მოხდეს დისლიპიდემიის შემთხვევაში, ამიტომ ამ შემთხვევაში ხდება რა, ამ შემთხვევაში სისხლის მოქცევის ნაკადის თავისუფლად ვერ გადაადგილდება დაბკოლება, რა თქმა უნდა. ამიტომ როდესაც მოდიან ხშირად და არის ესეთი ჰიპერქოლესტერინემია, არის სიმსუქნე აუცილებლად მაინც და მაინც პირველი აქცენტი კეთდება, რომ ექიმო უნდა დავიკლო, იმიტომ რომ აი მე მაწუხებს ეს წონა და იქ ნამდვილად ჩალაგებული ცხიმების, ანუ ჩალაგებული კუნთოვან ქსოვილთან ერთად, ამას ჭირდება სერიოზული გამოკვლევა, ყურადღება, რომ სწორად დავაკლებინოთ ადამიანს და არა ისე რომ მაგალითად იშიმშილოს და მე რომელიღაცის დეფიციტი წაუვიდეს, ან ვიტამინის, ან თუნდაც იგივე ცხიმის გარეშე ის დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ უნდა იყოს სპეციალური გარდაჩადგენილი დიეტა. ჩემი რუბრიკის, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში, იმედის დღეში გადის, ფარგლებში ესეთი ექსპერიმენტი ჩავატარე. მარხვამდე და მარხვის შემდეგ ავიღე ანალიზი და ისე რომ აბსოლუტურად მოულოდნელად არ მქონდა კარგი ანალიზის პასუხი გაჩვენებთ აუცილებლად გადაცემის შემდეგ და ახლა ექსპერიმენტის პროცესში ვარ მარხვის დასრულების შემდეგ უნდა ავიღო აუცილებლად ამ ცხოველური ცხიმების ამოღების შემდეგ მთლიანად რა თქმა უნდა და მაინტერესებს თუ იქნება ცვლილება აუცილებლად გადავემოწმებ მარხვის დასრულების შემდეგ მაგრამ მანამდე აუცილებლად გაჩვენებ იქნება აუცილებლად ცვლილება ხო აი ნახოთ მოკლედ ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ ცხიმები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის აუცილებელია ამასთანავე დოზების დაცვა, არ უნდა მოხდეს გადაჭარბება როგორც მცენარეული, ასევე ნაჯერი ცხიმების შემთხვევაში, აქვე დამშვიდობებამდე აუცილებლად უნდა გირჩიოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვის შეძენის დროს, სხვადასხვა ცხიმების, თუ ყიდულობთ კარაქს, მას უნდა ეწეროს მინიმუმ 79% ან საუკეთესო შემთხვევაში 82, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში პროცენტული შემცველობა ნაღების თუ ნაკლები ეს პროდუქტი კარაქი აღარ არის. და ნუ შეიძლება, მაგრამ მასის თვისებები რა თქმა უნდა არ ექნება და ასევე როცა ყიდულობთ ზეთს, მზესუმზირის ზეთს, აუცილებლად შეიძინეთ რაფინირებული, დეზოდორირებული ამ წარწერით, როდესაც ყიდულობთ მზესუმზირის ან სიმინდის ზეთს შესაძლოა და არ მიაქციოთ ისეთ მარკეტინგულ ხრიკებს, როგორც არის შეიცავს E ვიტამინს, იმიტომ ან არ შეიცავს ქოლესტერინს, იმიტომ რომ არც ერთი მცენარეული ცხიმი, რაც არ უნდა უხარისხო იყოს ის ქოლესტერინს მაინც არ შეიცავს. ბუნებრივად არ არის მასში ქოლესტერინი. ეს წარწერები არის მარკეტინგული გათვლა. და ზეითუნის ზეთის შემთხვევაში ყოველთვის უმჯობესი არჩევანი გააკეთოთ იმაზე, რომელსაც აწერია extra virgin. ეს არის ცივი დაწურის შედეგად მიღებული და ასეთ ზეთში ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებულია და არის საუკეთესო. ასეთი ზეთი აუცილებლად უნდა იყოს მუქი ფერის ბოთლში და ასეთ ხრიკს გასწავლით მის ნატურალურობაში დასარწმუნებლად, როდესაც შეიძენთ, შეინახეთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში და ის უნდა გასქელდეს, გახდეს დაახლოებით ერბოს კონსისტენციის, იმ შემთხვევაში თუ კი არის ნატურალური და ნამდვილად ცივი დაწურის შედეგად მიღებული. თუ ასე არ დაემართა და ისევ დარჩა თხევადი, ესე იგი უხარისხო ზეითუნის ზეთი გაქვთ შეძენილი. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენს სტუმარს და აქვე შეგახსენებთ, რომ გემრიელი რეკომენდაციების დღევანდელი სტუმარი იყო ექიმი, პროფესორი კაბულეიშვილი, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა სტუმრობისთვის. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.